მოგესალმებით, ეს არის სიმართლის მაძიებელი პოდკასტი და ჩვენი შემდეგი გადაცემის სტუმარი არის გოგა ხვიშტოვანი. დიდი მადლობა გოგა. მადლობა მოწვევისთვის. დღეს ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, ევროკავშირი, ჩინეთი და სად არის საქართველო ამ ყველაფერში და მოდი პირველი ძალიან მარტივი კითხვით დავიწყოთ. არის ხოლმე საუბარი ბოლო დროს ყოველ შემთხვევაში ისმის, რომ ევროკავშირი სუსტდება, ზრდა არის შეფერხებული. მაგალითად, არის გერმანიის GDP-სთან დაკავშირებით ფაქტიურად მგონი 20-25-ის ზრდა იყო რაღაც 0-თან და მოკლედ ჩინეთი იზრდება სტაბილურად რაღაცა 4.5%-ით. მოდი ჯერ პირველ რიგში რო ვთქვათ, ეკონომიკები რო შევადაროთ, რა სიტუაცია გვაქვს დღეს მოცემულ მომენტში. კი ბატონო. ბოლო მოწვევისთვის წარმატება პოდკასტს. ესე იგი, რო შევადაროთ ჩინეთი და ევროკავშირი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, როდესაც ვლაპარაკობთ ევროპაზე, უნდა დავაზუსტოთ მეც მემართებაში. ხო, მე ევროპას ვეძახი ხოლმე, მაგრამ ევროპა უფრო დიდია ვიდრე ევროკავშირი და ამიტომაც რო დავაზუსტოთ, ევროკავშირი და ჩინეთი. პირველი, მაინც ვიტყვი მოსახლეობაზეც რამოდენიმე სიტყვას, იმიტომ რომ მე უნდა გადავიყვანოთ ყველაფერი ერთ სულ მოსახლეზე. ევროკავშირი არის დაახლოებით 450 მილიონიანი ბაზარი, რადგანაც ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, ჩინეთი ეს არის დაახლოებით 1.4 მილიარდი. თუ შევადარებთ, ახლა არის ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, როცა ვლაპარაკობთ ეკონომიკის ზომაზე, იქ არის ერთი ლაპარაკობთ ეკონომიკის ზომაზე, ესე ვთქვათ, ნომინალურ ფასებში, მიმდინარე ფასებში, ამერიკულ დოლარში და მე არის ეგრეთ წოდებული PPP, ანუ მყიდველუნარიანობიდან გამომდინარე, რამდენს ნიშნავს პირობითად რაღაცა კონკრეტული ეკონომიკის ზომა სხვებთან შედარებით რა. ამიტომაც აქაც ამ დაზუსტებებს იქ რა ცხოვრებაც არის. ცხოვრების დონიდან გამომდინარე. ესე იგი, პირველი ეკონომიკა ნომინალურ დონეზე ჩინეთის და ევროკავშირის არის დაახლოებით ერთი ზომის, ხო? ანუ მიუხედავად იმისა, მოდი აქვე ვიტყვი, რომ ევროკავშირი მოსახლეობის მხრივ დაახლოებით 3-ჯერ უფრო პატარაა ჩინეთზე. მოსახლეზე მეტი გამოდის. აქედან გამომდინარე, ხო, თუ ვისაუბრებთ უკვე მაშინ ერთ სულ მოსახლეზე მიმდინარე ფასებში ეკონომიკის ზომაზე, ხედავთ, რომ ევროკავშირის არის დაახლოებით $40,000 და ჩინეთის არის დაახლოებით $12,000, რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 3.5-ჯერ მოდი ვთქვათ, დიდარია ამ ინდიკატორით ევროპა დღეს ჩინეთზე ერთ სულ მოსახლეზე თუ დავითვლით. რა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ თუ შევხედავთ ამ PPP-ს, ხო? აქ ცოტათი იცვლება სურათი და იცვლება ორი კუთხით, ხო? პირველი, რომ ჩინეთის ეკონომიკა გადაასწრო ევროპას GDP-ს ზომიდან გამომდინარე და ერთ სულ მოსახლეზე ეს განსხვავება უკვე არ არის 3 რაღაცაზე მეტი, არამედ არის დაახლოებით 2.5-ჯერ მეტი. ანუ მყიდველუნარიანობიდან გამომდინარე, ევროკავშირის ერთი მოქალაქე პირობითად 2.5-ჯერ დაახლოებით უფრო დიდარია ვიდრე ჩინეთის მოქალაქე. რაც შეეხება ზრდის მაჩვენებლებს, თავიდან შეიძლება ბევრი რიცხვებით დავიწყოთ, მაგრამ მე ვნახოთ როგორც გადაწყვეტილებული ვარ. ხო, ზრდის მაჩვენებლებს თუ შევხედავთ, კი ჩინეთი იზრდება ძალიან სწრაფად და დიდხანს. ხო, ფაქტიურად რაღაც დონეზე შეიძლება ვთქვათ, რომ ჩინეთის кейსი არის უნიკალური, თუ როგორ მოახერხა ეკონომიკამ ბოლო დაახლოებით 35 წლის განმავლობაში ასე სტაბილურად, ასეთი მაღალი ტემპით და თუ ავიღებთ მაგალითად ბოლო 20 წელიწადს ჩინეთი წლიურად დაახლოებით რეალური ეკონომიკური ზრდა აქვს სხვადასხვა მონაცემებით 5-დან 7.5%-მდე. ხო? რატომ? იმიტომ რომ წყარო ბევრი ნიუანსია იქ და ამიტომ ესეთი ერთი რიცხვი არ არსებობს, რომ საშუალოდ იზრდება 6.2. და ესე არ არის სხვადასხვა კვლევები სხვადასხვა რიცხვს გაძლევს. ნუ აქ ის არის ხო, შთამბეჭდავი ზრდა. შთამბეჭდავია ნამდვილად და სტაბილური ყოველ და რაც ხო. და რაც შეეხება ევროპას, ხო, აქ შედარებით ნაკლებია და მაგალითად ბოლო 20 წელიწადს თუ ავიღებთ, დაახლოებით და გვაქვს 1.3-დან 2%-მდე,
ეკონომიკის საშუალოს და ყოველწლიური, რაც დაახლოებით 3-ჯერ ჩამოვარდება ჩინეთისგან. ანუ ბოლო 20 წელიწადია, რომ ეს შევაჯამოთ, ჩინეთის ეკონომიკა რეალურად რაღაც 3-ჯერ, 4-ჯერ უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებლით იზრდება. ხო. აი, ეგ იწვევს ხოლმე გარკვეულწილად დაბნეულობას, ხო, რომ უფრო სწრაფად იზრდება. უფრო შთამბეჭდავი პროცენტული მაჩვენებლები არის ევროპასთან შედარებით და რჩება ხოლმე ხანდახან შთაბეჭდილება, რომ შეიძლება უფრო მიმზიდველი არის, ან რაღაცას უფრო სწორად, ან უფრო კარგად აკეთებს ჩინეთი. ხო და ესეც რომ განვმარტოთ, რომ რა ჯერ პირველ რიგში, ანუ ისიც რომ ვთქვათ, რომ ვარდება თუ არა ტემპი ჩინეთის ზრდის, იმიტომ რომ რაც უფრო გაჯერდება, ხო, ეკონომიკა, მით უფრო მუდმივ ვერ იქნება. ასე ევროპაში უკვე ამდენი წლის ზრდა არის, უკვე ამდენად მდიდარია და გასაგებია, რომ ყოველ წელს რო კიდე ხა რაღაცა 4 და 7% ზრდა იყოს საშუალო ევროკავშირის, რაღაც ის იქნებოდა არარეალისტურიც, ხო? ამაზეც რო ორი სიტყვით ესაა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ლევან, ჩემი აზრით და კაია რომ ამაზე ამახვილებ ყურადღებას. ნუ პირველი ჩინეთს რო შევეხოთ, ზრდის ტემპი იკლებს. ხო? მაგალითად თუ ავიღებთ რაღაცა 5 წლიან პერიოდებს ბოლო 25 წელიწადში, ზრდის ტემპი იკლებს და ჩინეთს უკვე უჭირს წლიური რეალური 5%-იანი ზრდის შენარჩუნება. ხო? ანუ აქაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის რაც ხშირ შემთხვევაში საშუალო შემოსავლიანი ქვეყნებს ემართება, რომ რაღაცა ნიშნულის შემდეგ სხვადასხვა მაჩვენებლებია აქ, ზოგი ამბობს, რომ ეს არის რაღაცა $10,000 რეალური GDP, ეს ზოგი ამბობს, რომ ეს არის 15, მაგრამ რაღაცა საშუალო შემოსავლიანობიდან მერე ზრდა ხდება პრობლემა და აქედან გამომდინარე აუცილებლად როცა აი ამ წინა 20 წელზე ვისაუბრებთ, მაღალი ალბათობით უნდა ვთქვათ, რომ მინიმუმ ჩინეთის შემთხვევაში ამ ზრდის ტემპის შენარჩუნება იქნება ურთულესი თუ არა შეუძლებელი. ეს ერთი. ეხლა რატო არის ეს ჩემი აზრით მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ როდესაც აი ვახსენე ხო რაღაც რიცხვები რა და მე ჩემთვის დავთვალე რა რომ აი რამდენ ხანში შეძლებს ჩინეთი დაეწიოს ევროპას ერთულ მოსახლეობას ხო? იმიტომ რომ ეგ არის კრიტიკული კითხვა რა და მე თუ მექნება შესაძლოა საქართველოსაც ვისაუბროთ ამ კონტექსტში რა და რაცაც გვეუბნება რომ აი თუნდაც ამ ტემპის ზრდის პირობებში ნუ საშუალოდ რა ვიყოთ 5% ჩინეთზე და პირობითად 1.5% ევროკავშირზე PPP-ის მიხედვით დაახლოებით ამას დაჭირდება 15 წელი და თუ ავიღებთ მიმდინარე ფასებით დაწევას რაც შეიძლება უფრო სწორი იყოს იმიტომ რომ რაღაც დონეზე რაც უფრო მდიდრდება ეკონომიკა მით უფრო შეიძლება იქ ცხოვრების ზოგადი დონეც ხო იწევს და სიძვირეც ცხოვრების იწევს ხო და ამ კუთხით მინიმუმ მოდი ესე ვთქვათ 20-25 წელი დაჭირდება ჩინეთს ერთ სულ მოსახლეზე რომ დაეწიოს ევროკავშირს. ანუ კიდე უფრო მარტივად რო ვთქვათ ჩინეთში მაცხოვრებელი ადამიანი რო იყოს ისეთივე მდიდარი როგორც არის ევროკავშირში მაცხოვრებელი ადამიანი მინიმუმ 15 ან 25 წელი აქ და კიდე ერთი ნიუანსი აქვს ახსენებელი ლევან ჩემი აზრით და უბრალოდ რეალურად რო შევხედოთ რა ეს არის ევროკავშირის საშუალო და ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ ევროკავშირში შეიძლება ესეც რაღაცა გამოწვევა არის ჩვენი ევროკავშირში უყურებთ სულ რაღაც ყველაზე მდიდარ ქვეყნებს ხო ანუ ევროკავშირს ვლაპარაკობთ ახსენებთ ფიქრობთ გერმანიაზე და ფიქრობთ ჰოლანდიაზე მაგრამ ეს მაჩვენებელი ხო რაც მოვიშველი უბრალოდ ეს არის საშუალო სადაც აღებული არის გერმანიის, მაგრამ ასევე აღებული არის ბულგარეთის, ლიეტუვას და რუმინეთის საშუალო GDP ერთსულ მოსახლეზე. ამიტომ ესეც გასათვალისწინებელია. რა თქმა უნდა, ის არის გასათვალისწინებელი, რომ ჩინეთში არის მდიდარი რეგიონები და არის ღარიბი რეგიონებიც რა, მაგრამ ხო, აი ეს გადანაწილების თემაზეც მე საინტერესოა რომ ვისაუბროთ. ეხლა ევროკავშირში მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა უდიდესი სხვაობა არის იგივე აღმოსავლეთ და დასავლეთ
ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ახალ შემოერთებულ და ძველ, ასე ვთქვათ, ძველი ევროპის ქვეყნებს შორის მაინც ბევრად უფრო ნაკლები არის სხვაობა, ვიდრე ხა ჩინეთის რა ვიღოთ ხო, ანუ რაღაც განვითარებული და განუვითარებელი განუვითარებელი რეგიონები, ამიტომ ეგეც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის. სად ვართ ჩვენ ამ ყველაფერში ორი სიტყვით საქართველოს ეკონომიკაზეც თუ ვიტყვით, ანუ რაღაცა ზრდა გვაქვს, ტრანზიციული ეკონომიკა ვართ, ხო? და ჩინეთზე ორჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ხო, რაღაც მონაცემების მიხედვით. და ამაზეც 1-2 სიტყვით თუ გამარტავთ და მე ანუ ჩვენ ვართ უცნაურ მდგომარეობაში, ესე ვიტყოდი რა. პირველ რიგში ესეთ ბოლო 4-5 წელი რო შევაფასოთ, ანუ ამას ბოდიში ხას იმიტომ უსაუბრო, ანუ ორჯერ უფრო სწრაფად ვიზრდებით თქო, რომ ანუ ესე მარტო პროცენტული მაჩვენებელი, რომ ბევრს არაფერს შეგვიძლია ხო, ანუ ბევრს როგორ არ ნიშნავს, მაგრამ ესე პირდაპირ არ ითარგმნება მოკლედ რა, ქვეყნის განვითარების დონეში. ანუ ესეთი მოდი ვიტყოდი ესე რა, რომ ჩემი აზრით აი საქართველოს ეკონომიკის შემთხვევა 2020-ის დასაწყისიდან დაწყებული არის აი რაღაცა ძალიან უცნაური, ამ გაგებით მაგალითად ცუდი კი არა, უბრალოდ ძალიან უცნაური და ახლა ვიტყვი რატო რა. და ეს მიგვიყვანს შეიძლება რამოდენიმე წუთი გვაქვს იმედი მაქვს ამ კითხვისთვის, ხო? ესე იგი დაიწყო ყველაფერი კოვიდით. ხო, 2020 დაიწყო კოვიდით. და ნუ კოვიდმა გამოიწვია გლობალურად და მათ შორის საქართველოშიც ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი ვარდნა ეკონომიკის და როგორც ყველგან ჩვენთანაც კოვიდის შემდეგ პერიოდმა გამოიწვია მნიშვნელოვანი ესე ვთქვათ ბუსტი, აფეთქება ეკონომიკური აქტივობის, რადგანაც ბევრმა დანაზოგები გააკეთა, ხარჯვა მოხმარება იყო ძალიან შემცირებული, ტურიზმი იყო გაჩერებული, ყველაფერი, ანუ მონატრებული, მოხმარებელს ჰქონდა რაღაცა დანაზოგი, უნდა ხარჯვა, ვერ ხარჯავდა, ფული არ შემოდიოდა და უცბად ესე ვთქვათ, პირველი აფეთქება იყო 21-ის მეორე ნახევრიდან წლის, აი პოსტკოვიდური, ესე ვთქვათ, აფეთქება. კაი გაგებით. მერე მოხდა ომი, დაიწყო ომი და რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, უკვე აღარ არის პარადოქსული მგონი, იმიტომ რომ თავიდან რომ ამას ვამბობდი 3 წლის წინ, მახსოვს რომ ყველა ფიქრობდა რომ ნუ რაღაცა შეიძლება ასე ლაპარაკი, სწორია ასე თქმა, მაგრამ დღეს უკვე ცხადია, ხო, 3 წლის ზე მეტი გავიდა, ცხადია რომ ჩვენ ვართ ეკონომიკურად ბენეფიციარები რუსეთის უკრაინაში შეჭრის. ხო? არა განზრახ არა ჩვენ რო წვლილი მიგვიძღვის რომ გავხტარიყავით ამის ბენეფიციარები, მაგრამ ფაქტი მივიღეთ რომ ვართ ბენეფიციარები. ანუ ჯერ მარტო დეპოზიტების რაოდენობა იყო რაღაც არანორმალური, რაც მახსოვს. ამაზე ხო, ну ამაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რა ვიცი, რამოდენიმე საათი, აი ყველა კუთხით რო შეხედო, ხო, ვაჭრობის დივერსიფიკაცია აიღე, ტურიზმი აიღე, განათლებას კი თუნდაც აიღე, როცა უცხოელი სტუდენტების ბაზარი აღმოსავლეთ უკრაინაში როგორც მინიმუმ ჩამოიშალა და ბევრი უცხოელი სტუდენტი დღეს საქართველოში შემოვიდა იმის ნაცვლად უკრაინაში წასულიყო, ანუ ძალიან ბევრმა სექტორმა თავის დაუნებურად იხეირა. იმიგრაცია აიღე რუსეთიდან და ბელორუსიდან და უკრაინიდან, ანუ ჩვენ 2022, 23, 24 წლები გქონდა მართლა ძალიან მაღალი რეალური ეკონომიკური ზრდა. ეს აისახა ყველაფერზე, ეს აიღე და საბიუჯეტო შემოსავლებზე, ეს გადასახადო, ეს აიხადა დასაქმებაზე, ეს აისახა ხელფასებზე და ეს იყო, ასე ვთქვათ, რაღაც მხრივ ჩემი აზრით, რაღაც ოქროს პერიოდი, ბოლო შეიძლება 15-20 წელიწადში საქართველოს ეკონომიკის, როცა მართლა ძალიან შთამბეჭდავი იყოს და თანამას დაემთხვა, რომ ინფლაცია 22-ში საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ 23-24-ში დაიწია დაბლა, მნიშვნელოვნად, იყო რამ 1-2-3% და ამან კიდევ უფრო შეუწყო ხელი აი რაღაცა რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. ეს იყო 3 წელი. 25 უკვე არის აი ლევანდელი წელი, განსაკუთრებული იმ კუთხით, რომ ფაქტობრივად ეს დასრულდა, ანუ ეს ეფექტები რაღაც დონეზე იქნა შენარჩუნებული და ისევ ჩვენ ხეირობთ რუსეთის ომით უკრაინაში. მაგრამ არა ბევრად უფრო მეტად, ანუ ეს რაღაცა
წინა წელთან შედარებით მეტად არა, ანუ ის ბენეფიტები რო გაქრება ფას ხო, ეს ხო რაღაცა მუდმივი ხო, მეტი და მეტი არა. ხო, სასრული არის რა და უნდა წავიდეს კლებისკენ. სავარაუდოდ ეს ეფექტი. ხო, და კლებისკენ მე არ მგონია რომ წასულიყო ძალიან, მაგრამ არ გაიზარდა ეს ეფექტი და ამ ყველაფერს დაემთხვა ეკონომიკური, პოლიტიკური კრიზისი, რომელიც აისახა ეკონომიკურ განუსაზღვრელობაში, როდესაც მოხმარება, თუ ინვესტიციების ჩადება, ფულის ხარჯვა ზოგადად არის შემცირებული. ხო, ან გაურკვეველი მომავლის და ერთი მხრივ, ბევრი ინდიკატორი თუ ხედავთ, რომ ფული შემცირდა ეკონომიკაში, ნაკლები გადასახადები იკრიბება, ნაკლები კრედიტები გაიცემა, ანუ ყველაფერი დასაქმებაში სტაგნაცია გვაქვს რაღაც დონეზე, მაგრამ გვაქვს ჯეოსტატის მონაცემი ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც რაღაც მომენტში იმაზე უკეთესი იყო, ვიდრე წინა 2-3 წელიწადში და ამხსნელი ამის დიდ წილად არის შემდეგი გარემოება, რომ ერთი სექტორი, ინფორმაცია და ტექნოლოგიებში ხდება რაღაცა გაუგებრობა და შეიძლება ესე ვთქვათ, შეგვჭეს ხელში მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ყველაზე არა, მაგრამ რეგიონში ყველაზე განვითარებული ეკონომიკის ზომის კუთხით სექტორი, ოღონდ ამას ვერაფერი ვერ გძნობთ. ხო, დიდწილად ეკონომიკაში ვერ გძნობთ და მე ბევრი ვცადე ამეხსნა რა ხდება, როგორ ხდება ეს ყველაფერი. რაღაც ვარაუდები მაქვს, ყველაზე ლოგიკური არის, რომ ის რაღაც რეფორმა განხორციელდა საერთაშორისო საწარმოების ქვეყანაში, როცა უცხოეთში კომპანია არსებს, შვილობილ კომპანია საქართველოში და აქედან ოპერირებს, მაგრამ აქ იხდის ძალიან ცოტა გადასახადს და ასაქმებს ძალიან ცოტა ადამიანს და რაღაცა ქაღალდზე ხდება გატარება ამ კონტრაქტების სავარაუდოდ, ჩემი ვარაუდით და ეს აჩვენებს მე დაახლოებით ნომინალურ მონაცემით 100%-იან ან 95%-იან და სექტორში და სინამდვილეში დასაქმებული ამ სექტორში არის ძალიან ცოტა ადამიანი, გადასახადები ამ სექტორიდან იკლება ძალიან ცოტა და უბრალოდ ქაღალდზე გვიდევს რომ გვაქვს აბსოლუტური ბუმი საინფორმაციო ტექნოლოგიების რა და მოკლედ ძალიან გამიგზელდა მაპატიე ლევან, მაგრამ მოკლედ რო ვთქვა ხო რა და მოკლედ რო ვთქვა რა გვაქვს ხო, ანუ გვაქვს ქაღალდზე ისევ ანუ აი რო შევაჯამო ესე ვიტყოდი რა რომ ქაღალდზე ამ სამწლიანი მაღალი ეკონომიკური ზრდის გაგრძელების ჩემი აზრით იმიტაცია, მაგრამ რეალურ ეკონომიკაში ყველა მიმართულებით გვაქვს შენელება და კრედიტების კუთხით, უძრავი ქონების ბაზარზე რამაც უნდა ეკონომიკა წინ წაწიოს ხო იქ რეალურ ეკონომიკაში არ ხდება ბევრი ახალი არაფერი რა. ხო, ამიტომაც რეალური ზრდაც ეკონომიკის ჩემი აზრით, მაგალითად იგივე ICT რო ამოაგდო, ხო? ICT რო ამოაგდო, ხო? შეიძლება ჩინეთის დონეზე იყოს. იმიტომ რომ მე ვარაუდობ, რომ წილი ICT-ის ზრდის ეკონომიკაში დღეს იმდენი, რამდენი სხვა დანარჩენი შეიძლება არის მინიმუმ 3-4%. ხო და თუ დაგვრჩა ეხლა 7%-იან ზრდაზე ჩამოვედით 8-ზე ვარ მდგონი ახლა ამ თვეების მიხედვით, თუ ამ 60%-ს გამოვაკლებ, შეიძლება ჩინეთის დონეზეც იყო, თუ აი ამ 5%-იან 4-8%-იან მაჩვენებელს დაექმნა. და ჩინეთის დონეზე ვიყოთ ნიშნავს იმას, რომ ანუ ბევრად უფრო შორს ვართ და ბევრად უფრო მეტი დრო გვჭირდება იმისთვის, რომ დავეწიოთ თუნდაც ჩინეთში მაცხოვრებელ მოქალაქეს და დაეწიოს საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანი მისი სხვა დოლარით. ხო, ერთსაც დავამატებ თუ შეიძლება. აქ ლევან, აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და აი მაგალითად პატარა ანალოგიასაც მოვიყვან, ოღონდ ცოტა გავამარტივებ რიცხვების დონეზე რა. რომ საქართველოს დაუშვათ ჯერ არ არის ესე, მაგრამ აი ჩვენი GDP მიმდინარე ფასებში გახდა $10,000. ხო, ეს მალე მოხდება ჯერ არ არის რა მგონი. და ამ დროს უნდა გავითვალისწინოთ რა, რომ ევროკავშირის GDP ერთსულ მოსახლეზე საშუალო არის $40,000. და ხშირად მიდის აი ეს ჩემი აზრით პროპაგანდას დავარქმევდი ამას, ანტიდასავლური პროპაგანდას კიდე უფრო ზუსტი სახელია დავარქვათ, რომ ნუ რაღაცა ესე იგი ევროპა არ არის, აღარ არსებობს, მიწასთან გასწორებულია და აი ნახეთ ჩვენ მაინც ისე სწრაფად ვიზდებით და ამიტომაც აქ მნიშვნელოვანი არის ცოტა რიცხვებში და პროცენტებში გავერკვეთ რა, რომ თუ შენ ხარ $10,000-იანი ეკონომიკა და შენთან არის წლიურად 7%-იანი ზრდა რეალური, შენი ეკონომიკა გაიზარდა $700 პირობითად. და თუ შენი ეკონომიკა არის
$40,000 და ის გაიზარდა 2%-ით საშუალოდ, ხო? ის გაიზარდა $800. და შესაბამისად რაც ნიშნავს ეს ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურ მონაცემებით მაინც იმის ზრდაც კი უფრო მეტია. ის უფრო დიდია ვიდრე შენ. ხო, ანუ ისედაც უფრო დიდია ვიდრე შენ და ზრდაც კი უფრო დიდი გამოდის. ის აბსოლუტურ მონაცემებით. ამიტომაც აქაც აი როგორ არის რა, აი უმარტივესი მათემატიკური манипуляცია და აქ ამას არ უნდა აუყვეთ მოქალაქეები რა, იმიტომ რომ როდესაც ლუქსემბურგს დავცინით რომ 1%-ით იზრდება და ჩვენ ვიზრდებით თუნდაც დავიჯეროთ ეს რიცხვები 10%-ით, ხო? ეს არის აი რაღაცა სახეში ლუქსემბურგს დავეწევით, არ ვიცი. ხო, მაგაზე ვნახე, ხო, დაწევაზე გამახსენდა, ხო, რომ აი 5%-იანი გზელვადიანი პროგნოზი, 5%-იანი ეკონომიკური და რეალური საქართველოსი და ჩვენ რო დავეწიოთ მიმდინარე ფასებით იმას რა ქვია, ევროკავშირს ამზდით და ევროკავშირის დაახლოებით 1.5%-იანი ზდით გვჭირდება 50 წელიწადი. უბრალოდ რომ გავითვალისწინოთ რა. და PPP-ში რო დავეწიოთ გვჭირდება 25 წელიწადი. ამიტომაც აი არ უნდა ჩემი აზრით მშვიდობითი უნარის კუთხით რო დავეწიოთ გვჭირდება 50. არა, იმითი რა ქვია, მიმდინარე ფასებით 50 და პირველ წელს 25 რა და ნუ არ უნდა მოვტყუდეთ რა. ანუ რეალურად ჯერ კიდევ ჩვენ ვართ ძალიან ღარიბი ეკონომიკა ევროკავშირთან შედარებით და მთლიანი ეს დისკუსია. რა თქმა უნდა, კარგია რომ სწრაფად ვიზრდებით, თუმცა რეალურად თუ ვიზრდებით და არა იქ რაღაცა მიწერილი რიცხვებით ვიზრდებით. მე მგონი მაგ კონტექსტში კიდე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის, როგორ ნაწილდება ეს დოვლათი მოსახლეობის შიგნით, მოსახლეობის ფარგლებში და მანდაც ხო შეგვიძლია გავავლოთ რაღაც პარალელები, რომ მაგალითად ძალიან რთული არის რომ ხა ეს რაღაცა არ ვიცი რაღაც დავამტკიცოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში განცდა არის ხოლმე საქართველოში, რომ კი აი ეს შეიძლება ვთქვათ არის ორნიშნა ზრდა, მაგრამ რამდენად თანაბრად ნაწილდება ეს მოსახლეობაზე, ანუ ხომ არ არის ისეთი სიტუაცია, როცა მაგალითად რაღაცა ელიტა ან ვიწრო ჯგუფი მოსახლეობის ხეირობს ბევრად უფრო მეტად და რაღაც ნაწილი საზოგადოების მოკეთ რჩება ისევ იმ სიღარიბეში ან ოდნავ იცვლება უკეთესობისკენ მხოლოდ მისი მდგომარეობა, როცა ევროპაში, ევროკავშირში უფრო თითქოს მეტი სოციალური სამართლიანობა და თანასწორობა არის და ამ მხრივ იქ ზრდა მეტნაკლებად ყველასთვის ნიშნავს ზრდას და არა მხოლოდ გარკვეული ჯგუფებისთვის. ჩინეთიც ამ მხრივ ალბათ საინტერესოა და ნუ საქართველოს ხო მithumetes საინტერესო არის, იმიტომ რომ ანუ აი ლევან ძალიან კაი კითხვა რა და აი სამ პუნქტს გამოვარჩევდი და მე როგორც შენ ჩათვლი საჭიროთ ისე გავშალოთ რა. პირველი რომ როგორ შეიძლება ამის შეფასება პრაქტიკაში, ხო? საკმაოდ რთული დავალება და ნუ მართლა ძალიან რთულია, ხო? რაღაცა ძალიან, რა ვიცი, რა ნობელის პრემიაზე შეიძლება წარადგინო ადამიანი, ან მომავალში მიიღოს თუ აი ამის რაღაცა სრულფოსოვან ანალიზს ჩაატარებს, აი უთანასწორობის გაზომვის, ხო? და ამიტომ ძალიან რთულია ეს სწრაფად შეფასებების გაკეთება, მაგრამ მე მაინც ვეცდები რომ ევროკავშირი თავისთავად რა ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს აი ამ სოციოეკონომიკურ თანასწორობას. ჩვენ თუ გვექნება შესაძლებლობა და ვისაუბრებთ აი რაღაცა სხვადასხვა მხარდაჭერის ფონდებზე, რომელსაც ევროკავშირი თავის კანდიდატ ქვეყნებს და შემდეგ ახალ შეერთებულ ქვეყნებს თავაზობს, რომ შევაჯამოთ ასე ვთქვათ, აი ლოგიკა ამის უკან რა არის, ამის უკან არის უპირველეს ყოვლისა ლოგიკა, რომ უთანასწორობა ახალ წევრ ქვეყნებსა და არსებულ წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური უთანასწორობა, სოციოეკონომიკური შემცირდეს. ანუ ფაქტობრივად ყველაფერი არის მიმართული იმისკენ, რომ აი ეს ეკონომიკური უთანასწორობა შემცირდეს. დააწიონ ეს ქვეყნები. ხო, ამიტომაც როდესაც ვლაპარაკობთ აი რაღაცა ფონდები არსებობს, რითაც ევროკავშირი ეხმარება მის ახალ წევრებს, რომ ფინანსურად თითქმის ყველას მიზანი არის ამოკაჩვა, ასე ვიტყოდი, ხო, ბჭყალებში ამ შედარებით ღარიბი ახალი წევრი ქვეყნების. ამავდროულად არის საზომები, ხო? ყველაზე ცნობილი საზომი, მე რაც ვიცი და რასაც ვცდილობ რომ გამოვიყენო, ეს არის
როდესაც ლაპარაკობთ უთანასწორობაზე, ეს არის საზომი, რომელთაც ინგლისურად ეძახიან რეითი არის მაჩვენებელი, რომელიც poverty risk რა, ანუ სიღარიბის რისკის საზომი. რა. ქართულად ამის შესატყვისი არის ეგრეთ წოდებული ფარდობითი სიღარიბე. და გაზომვა რო ხდება, აი რაღაცა რა რისკის ქვეშ არის, რა ნაწილი საზოგადოების, რომ სიღარიბის ქვეშ აღმოჩნდეს. რა და ძალიან საინტერესო ქართულთან რო გადმოვიდეთ, რა საქართველოსთან ძალიან საინტერესო არის, რომ ამ შემთხვევაში ქართული ოცნება ბოლო პერიოდია, ამ სიღარიბეზეც ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ იყენებს სხვა მაჩვენებელს. იყენებს მაჩვენებელს აბსოლუტური სიღარიბის, რომელიც მოდი ესე ვიტყოდეთ, დრომოჭმული მაჩვენებელია საქართველოსთვის რა. ამ მაჩვენებელს იყენებენ უღატაკესი ქვეყნების შემთხვევაში, როდესაც დგას რისკი, რომ აი მოსახლეობის რა ნაწილს უჭირს ყოველ დღიურად რაღაცა საკმარისი კალორიის მიღება და ამავდროულად ეს მაჩვენებელი უფრო მარტივად არის ჩემი აზრით манипуლირებადი თუ რაღაცა ტიპის დახმარებებს გასცემ და მეტ ადამიანს აძლევ ამ დახმარებას და სხვა შორის ამ რიცხვის манипуლირებისთვის პირობითად თავის დროზე საჭირო გახდა საქართველოში შემწეობის მიმღებთა ქულის გაზრდა, რომ მეტი ყოფილიყო eligible, ანუ ხელმისაწვდომი და ამით შეიძლება მე ეს პროცენტი აბსოლუტური სიღარიბის დაბლამყოფი ადამიანების ხელოვნურად შეამცინო. ან იგივე თუნდაც ეს დასაქმების ეს აბსურდული პროგრამები რო დაწყებული იქნა და 200,000 ადამიანიან მისი ოჯახის წევრია ამ პროგრამებში, ესეც ამას ემსახურებოდა. ანუ აბსოლუტური სიღარიბე საქართველოში ხელოვნურად შევამცირეთ, მაგრამ საინტერესო რა არის? რომ აი ამ 4 წელიწადში, როდესაც ლაპარაკობთ, რომ ქვეყანაში მართლა ეკონომიკური წინსვლა ჰქონდა, რა მოხდა? ფარდობითი სიღარიბე არ შემცირებულა არც 1%-ით. იყო 18.9% და გახდა ისევ დარჩა 18.9% და თუ ამ მონაცემს ლევან გამოვიყენებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც დონეზე უთანასწორობის ხარისხი ამ მონაცემით საქართველოში არ შემცირებულა ბოლო 4 წლის განმავლობაში, რაზეც მეტყველებს სხვათა შორის უფრო ცნობილი მაჩვენებელი, ეს არის ჯინის კოეფიციენტი და ეს ძალიან ისეთია რა, ამაზე საერთოდ არ ლაპარაკობს თუ ხსმენი არ ვიცი ბოლოს როდის ახსენა ჯინის კოეფიციენტი ქართულ მოცნებამ, რატო არ ლაპარაკობს? ხო, იმიტომ რომ ისევ იმ დონეზე რა დონეზეც იყო 4 წლის შემდეგ. და რაღაცა დისონანსში შეუსაბამობაში არის ეს მერე ამ ეკონომიკურ ბუმთან და აღმავლობასთან, იმიტომ რომ უთანასწორობა რჩება იმ დონეზევე, როდესაც ვამბობთ, რომ ეკონომიკა გაფრინდა. შესაბამისად ეს არის. რაც შეეხება ჩინეთის მიმართებაში, ხა აი შიდა პოლიტიკის სპეციალისტი მე არ ვარ და ამიტომ სიღრმეებში ვერ შევალ, მაგრამ რაც მე ვიცი, ჩინეთში ასეთი რაღაცა განსაკუთრებული ცდელობები იმის რომ რაღაცა შიდა სოციოეკონომიკური რაღაცა თანასწორობა აღდგეს, ისე როგორც ეს აღდგეს შედგეს, ასე ვთქვათ, ისე როგორც ეს არის ევროკავშირში ნამდვილად არ არის, ხო? იქ თუ გვესმის რამე ამაზე რა ქვია, სახელმწიფოს ქმედებებზე როგორც ცდილობს ის ეკონომიკის მოდერნიზაციას, გვესმის თუ როგორ ხდება პირობითად ძალდატანებით რაღაცა სოფლების თუ ქალაქების გაუქმება, გადაყვანა მოსახლეობის ნაწილის რაღაცა სხვა რეგიონში და რაღაცა უფრო ძალადობაზე და ესე ვთქვათ, რაღაცა უფრო ძალადობრივ მეთოდებზე დაფუძნებული სოციო-ეკონომიკური თანასწორობის მიმღების ცდელობა, რაც შეიძლება რაღაც დონეზე ეფექტიანია, რა ვიცი, თუ დაანგრიეს სოფელი და ყველა გადაიყვანეს შანხაიში, შეიძლება რაღაცა პერიოდში ვინც გადარჩება იქ უფრო მდიდარი აღმოჩნდეს, მაგრამ უფრო რაღაცა ხისტი, უფრო ძალადობრივი, ხო, ნუ სოციალურ სამართლიანობასთან კავშირი არაფერი საერთოდ არ არის. და ძალიან ვიწროდ უყურებს უფრო ეკონომიკის ინტერესებს, შეიძლება თუ ეს ხდება, იმიტომ კი არა რომ სიღარიბე სოფლად შემცირდეს, არამედ შეიძლება იმიტომ ხდება რომ უბრალოდ შანხაიში უფრო ისა რა ქვია, იაფფასიანი მუშახელი გადავიდეს, რომ განვითარდეს ეკონომიკა. ხო, აქედან რთული არის ის დასკვნა არ გამოიტანო, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვინმესთვის ჩინეთი ძალიან საინტერესოდ გამოიყურებოდეს
როგორც არ ვიცი თუნდაც ევროკავშირის ალტერნატივად არ ვიცი რამდენად შეიძლება შევხედოთ, მაგრამ ნუ ეკონომიკის კუთხით მაინც მოკეთ ჩვენ თუ გვინდა რომ ერთი რომ საშუალო სტატისტიკური მაცხოვრებელი საქართველოში ახლოს მაინც მივიდეს აღმოსავლეთ ევროპის თუნდაც ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანთან ეს მოდელი მოკეთ ძალიან ანუ ისევ ევროკავშირი უნდა დაგვეხმაროს მაგამ ბავშვი, იმიტომ რომ მარტო პროცენტული ზრდაც არ ნიშნავს არც სოციალური უთანასწორობის შემცირებას და არც მოკლედ რაღაცა მნიშვნელოვან წინსვლას ქვეყნისთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ კარგად გავიგოთ ალბათ როგორ მუშაობს ევროკავშირში ეკონომიკა და ის პროგრამები, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებიც ახალი შეერთებული არიან ევროკავშირს, საკმაოდ სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდებიან დასავლეთ ევროკავშირის ქვეყნებს. ამ მეტნაკლებად ამასთან დაკავშირებით მინდა რომ ჰოლანდიაზე ვისაუბროთ, როგორც ერთ-ერთ ძველ ასე ვთქვათ, ძველი ევროპის ევროკავშირის ძველ წევრზე. და ხშირად არის ხოლმე ხაზგასმა ჰოლანდიაზე, როგორც სოფლის მეურნეობის კუთხით ძალიან წარმატებულ ქვეყანაზე, რომელიც აკეთებს ძალიან დიდ ექსპორტს. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოშიც ძალიან ბევრი, ანუ აქტუალური თემა არის ზოგადად სოფლის მეურნეობა. ძალიან ბევრი სენტიმენტი არის ამ კუთხით და ასევე პოლიტიკურ ჭრილში ძალიან ბევრი დაპირება არის ხოლმე იქიდან გამომდინარე, რომ მოგეთ მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. კარგია რომ რაღაცები ერთმანეთს შევადაროთ და ერთი შეხედვით ჰოლანდიას რაღაც ეგეთი ნავთობი და გაზი და რაღაცა საოცარი რესურსი არაფერი არ აქვს. არც ტერიტორია აქვს რაღაცა ძალიან დიდი. ხო, საქართველოზე ბევრად პატარა არის, 1.5-ჯერ პატარა არის, ბელგია და ჰოლანდია არის ჯამში ერთად დაახლოებით საქართველოს ხელა. რიცხვებს უყურებდი და ნუ ძალიან შთამბეჭდავი რაღაც 150 მილიარდი დაახლოებით სოფლის მეურნეობის სფეროში ექსპორტი, საიდანაც დაახლოებით 50-55 მილიარდი იყო, რომელიც უშუალოდ რჩება ნიდერლანდების ეკონომიკაში და აქედან 40 მილიარდი იყო, სადაც 5 მილიარდი იყო ექსპორტი და 40 მილიარდი იყო უშუალოდ წარმოებული, ასე ვთქვა, ჰოლანდიის ტერიტორიაზე. იმ ტერიტორიაზე ჩვენზე 1.5-ჯერ პატარა რო არის. და საქართველოს მთელი GDP არის რაღაც 30 მილიარდი, ხო? ანუ 1.5-ჯერ პატარა ქვეყანა მარტო სოფლის მეურნეობაში 1.5-ჯერ მეტ შემოსავალს იღებს ჩვენ GDP-სთან მიმართებაში მარტო სოფლის მეურნეობით. ხო, აი როგორ ხდება ეგ ამბავი? ანუ რა ფაქტორები არის ის, რაც შეიძლება რომ უზრუნველყოფდეს ჰოლანდიაში აი ეგეთ მაგხელა წარმატებას და მე შეიძლება უკვე საქართველოსაც ვილაპარაკოთ, რა არის საქართველოს შანსი იმის, რომ განვითარდეს რა. ხო, ანუ კი, ჰოლანდია ძალიან საინტერესო кейსია და უპირველეს ყოვლისა, ეს ძალიან მარტივი შესავალი რომ გავაკეთო, ეს არის ტექნოლოგიური პირატესობები, თუ ტექნოლოგიური სტატუს-კვო, რა სტატუს-კვოც აქვს ჰოლანდიაში სოფლის მეურნეობას და ზოგადად გლობალურად სოფლის მეურნეობა დღეს არანაკლებ, ესე ვთქვათ, ტექნოლოგიურად დატვირთული სფეროა, ვიდრე რომელიღაცა სხვა სფერო, რომელიც მიგვაჩნია, რომ აი მაღალ ტექნოლოგიურია რა. სოფლის მეურნეობაც არის სუპერ მაღალ ტექნოლოგიური სფერო. უბრალოდ ამას ჩვენ რაღაცნაირად არ აღვიქვამთ ასე, ხო? ჩვენ გონია, რომ სოფლის მეურნეობა არის დაბალ ტექნოლოგიური სფერო. თოხით საკეთებელი საქმე. თოხი რაღაცა სხვადასხვა ესეთი რაღაცა ნივთებით და ბევრმა ადამიანმა უნდა იმუშაოს. ადამიანური რესურსია დიდი საჭირო ამისთვის და ნუ მოკლედ პირველი რომ ის სოფლის მეურნეობა მაღალ ტექნოლოგიური და მაღალ კონკურენტუნარიანი რომელიც არის ჰოლანდიაში, ნუ ჩვენთვის არის აბსოლუტურად გაუგებარი ფენომენი. ამიტომაც ჩდება მე ეს შოკი, როდესაც ამ რიცხვებს უყურებ, ხო?
უპირველეს ყოვლისა რა დაეხმარა ჩემი ვარაუდით რა და ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ ჰოლანდიას ამაში ეს უპირველეს ყოვლისა ჩემი აზრით არის მთლიანი არსი ამის უკან დგას მთლიანი არსი ევროკავშირის იდეის ეს არის მსხვილი შიდა ბაზარი რომელიც ეხმარება შიდა ბაზარზე მოთამაშეებს ანუ გასაღების ხო მათ შორის კი რა თქმა უნდა ხო ანუ მთელი აზრი იდეალური სცენარი ევროკავშირის დაარსების დღიდანვე რომ ესე შევხედოთ ხო ეს არ იყო თავიდან ბევრი ამბობს ხო ეცეთ დიპლომატები ლაპარაკობენ რომ ეს იყო რაც ამ მშვიდობის პროექტი და ასე შემდეგ მე ცოტა ამას ერთ-ერთ ქვეყნის ელჩთან მქონდა რაღაცა კომუნიკაცია და იქაც ვთხარი მოთხარი ეს ხო ვაჭრობის პროექტი იყო არა ეს იყო მშვიდობის პროექტი რა თქმა უნდა პოლიტიკურად ევროკავშირი დღეს ამას ყიდის როგორც არა მხოლოდ ეკონომიკურ პროექტს მაგრამ თუ იცი ევროკავშირის ისტორია ხვდები რომ ეს იყო უპირველეს ყოვლისა პრაგმატული ვაჭრობის პროეფექტიანი ვაჭრობის პროექტი და შიდა ბაზრის შექმნის პროექტი, ხო, რომელმაც უნდა დახმარებოდა მე ამ ბაზრის მოთამაშეებს გაძლიერებაში, ხო? და შედაბამისად დღეს რო ლაპარაკობთ ჰოლანდიის ცოტა შეიძლება გამიქცა კითხვა შენ მაგრამ იმედია და შენ დამაბრუნე თუ საჭირო მაგრამ თუ ლაპარაკობთ ჰოლანდიის სოფლის მეურნეობის ბაზრის ასეთ მაღალ რიცხვებზე ევროკავშირის იდეამ დაეხმარა ჰოლანდიას, რომ გავხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი დომინანტი მოთამაშე სოფლის მეურნეობის ბაზარზე. რა თქმა უნდა, მე თვითონაც საკმაოდ კრიტიკულად უყურებ ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი თავის ტკივილი ეს არის სოფლის მეურნეობის სუბსიდირება. ხო, რომელიც თავის ბენეფიტებიც აქვს, ბენეფიტი ის არის რომ შეხვალ სუპერმარკეტში ევროპაში და რძის პროდუქტი რო საქართველოზე იაფია ღვინო რო საქართველოზე იაფია, ხორცეული რო საქართველოზე იაფია, მათ შორის ეს არის შედეგი ამ სუბსიდირების პოლიტიკის, ხო და შეგვიძლია შევხედოთ როგორც ნათელ მხარეს, მეორე მხრივ როგორ უყურებთ საერთოდ ამ სუბსიდირების პოლიტიკას, ეს ცოტა უფრო იდეოლოგიური საკითხია, მაგრამ ის თქმაც მინდა არის შემდეგი რომ ამ პოლიტიკამ მათ შორის მსხვილმა ბაზარმა, შიდა ბაზარმა შეიძლება ერთ-ერთმა უმსხვილესმა მსოფლიოში, ხო? და უნარმა ადამიანურ რესურსმა და ტექნოლოგიურმა პროგრესმა მოიტანა ეს. ჩვენ მოკლედ რომ ახლა ჩვენზე გადავიდეთ, ხო? ჩვენ არასწორად გვესმის ჩემი აზრით ჯერ კიდევ სოფლის მეურნეობა და გონია რომ ეს არის თოხი და ეს არის იგივე მაღალ ტექნოლოგიური სფერო, როგორც შეიძლება იყოს მრეწველობა თუ საინფორმაციო ტექნოლოგიები, ისეთ პროგრესი განიცადა სოფლის მეურნეობამ. მეორე, თუ გვინდა რომ განვითარდეთ და ჩვენი სოფლის მეურნეობა ჩემი სამწუხაროდ არ ვითარდება, რიცხვებსაც რო შეხედო, ალბათ ჩემ აღქმას არა, ხო? არ რამდენი პროგრამა გაკეთდა, მაგრამ წილი რო დაინახო სოფლის მეურნეობის ეკონომიკაში, ის წლამდე მცირდება, ხო? და შესაბამისად, თუ გვინდა რომ განვითარდეთ სხვა შანსი და ეს შეიძლება უფრო დიდი თემის ნაწილიც იყოს ამაზე მსჯელობა, გარდა იმისა, რომ გავხდეთ დიდი ბაზრის სრულფასოვანი წევრები არ არსებობს. იმიტომ რომ ეს დიდი ბაზარი, ამ შემთხვევაში ევროკავშირის ბაზარი, რა თქმა უნდა, შენ პირველ მომენტში ჰოლანდიურ სოფლის მეურნეობას ვერ გაუწევ ვერანაირ კონკურენციას. და შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ იმ შიდა ბაზარზეც კი მე პირიქით დავიჩაგრები, მაგრამ იმისთვის არსებობს მე ევროპის არსებობს რაღაცა rural development fund-ი, არის social fund-ი, არის cohesion fund-ი, რაც შეიძლება მე ვიმჟევოთ და ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ შენ რაღაცა ნიშური მიმართულებებით საწყის ეტაპზე, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ხარ, მაინც ევროკავშირის დიდ ბაზარზე, ხარ 450 მილიონიან ბაზარზე, შენ 3.7 მილიონი მოქალაქით პატარა მოთამაშე ხარ, ხო? იპოვო შენი ნიშა და იმ ნიშური მიმართულებით გახდე უფრო კონკურენტუნარიანი, ხო? ამას გთავაზობს ევროკავშირი. ამის გარეშე ჩვენ როგორ ვაპირებთ სოფლის მეურნეობაში კონკურენციის გაწევას არის აბსოლუტურად გაუგებარი და ერთადერთი არის აქ რჩება ისევ რუსეთის ბაზარი, რომელზეც ხარ დამოკიდებული და რომელსაც როცა უნდა რუსეთის რესპუბლიკა შენ შანტაჟისთვის გამოიყენებს
და დაკარგავ ამის გამოცდილება და ვიცით რომ ეს ასე მოხდება. ამის გამოცდილებას გვაქვს და ევროკავშირის გამოცდილებაც არის ხო ახალ წევრ ქვეყნებთან მიმართებაში კი რაღაც თავიდან ფასების შეიძლება ზრდა და რაღაცა ნეგატიური გვერდითი ეფექტები ყოფილა მაგრამ ევროკავშირის ინსტიტუტები მოკლედ დახმარებას უწევენ ძალიან დიდს და უზრუნველყოფენ იმას, რომ რამდენიმე წელიწადში ძალიან სტაბილური ზრდა, კონკურენტუნარიანი ხდები ევროკავშირის ბაზარზე და მოკლედ ბევრად უფრო სტაბილურად ვითარდებიან სახელმწიფოები და მათი ეკონომიკები. ეცას ვიტყვი რა ლევან, აი ცოტა ესეთი ის რომ შევიტანოთ რა ძალიან ცალმხრივიც რო არ იყოს ჩვენი მსჯელობა. რაღაცა ანალოგიური ხდება აზიაშიც. მოი ჩინეთზე დავიწყეთ, ხო? რატომ დიდრდება ვიეტნამი? ხო? რატომ დიდრდება ვიეტნამი? ხო? იმიტომ დიდრდება ვიეტნამი, რომ ჩინეთი ძვირი ქვეყანა გახდა რაღაცა წარმოებისთვის და ჩინეთმა გადაიტანა თავისი საწარმოო დანადგარები, ქარხნები, კომპანიები და ასე შემდეგ. ის რამაც ჩინეთი გაზარდა თავის დროზე, ხო? ეხლა ვიეტნამია და იმიტომ რომ მეორე იყო ხო იცი ტარიფების თემა იყო და იმიტომ დაუწესა თავის დროზე ტრამპმა ვიეტნამს გონი ჩინეთზე მაღალი ტარიფები, იმიტომ რომ რეალურად მიხვდა რომ ვიეტნამს კი არ უწესებდა, ისაც ჩინეთს უწესებდა, იმიტომ რომ იმ გვერდითი გზით შექონდა ვიეტნამიდან ამერიკაში ჩინეთს საქონელი, მაგრამ რატო ყვები ამას? მაგრამ აქ კრიტიკული მნიშვნელობა არის რომ აი ვადარებთ ევროკავშირს და ჩინეთს რა. მზაობა ჩინეთის რომ შევიდეს ვიეტნამში და გამდიდროს ვიეტნამით თავისი მიზნების პარალელურად. უფრო მაღალი არის ვიდრე როდესმე შეიძლება იყოს ეს საქართველოს შემთხვევაში. რომ ჩინეთმა საქართველოში რაღაცეები გადმოიტანოს, იმიტომ რომ აქ არის ეკონომიკური მოდელის განსხვავება, პოლიტიკური იდეოლოგიის განსხვავება, კულტურული განსხვავებები. და ამიტომაც ჩვენ რაღაც მხრივ აი ეს კითხვაც უნდა დავსვათ რა რომ კულტურულად, სოციალურად, იდეოლოგიურად დემოკრატიის აღქმის კუთხითაც რომელ ბლოკში შეიძლება ვიყოთ უფრო მიღებული და უფრო თავისუფალი როგორც სახელმწიფო, ხო? და ამიტომაც ჰოლანდია თუ დაინახავს ევროკავშირის წევრი საქართველოს პირობებში, რომ შეუულია რაღაცა ტიპის წარმოება ან რაღაცა ტიპის გადამუშავება, ან თუნდაც რაღაცა სოფლის მეურნეობაზე შეიძლება ეს არ ემთხვევა პირდაპირ ერთ-ერთი, მაგრამ საქართველოში გააკეთებს ამას. იმიტომ რომ ეს მის ინტერესში შეიძლება იყოს რაღაც მომენტში, იმიტომ რომ საქართველოს მაინც დიდი ხანი თუნდაც წევრობის პირობებში ვერ გახდება ისეთი დიდარი და ძვირი წარმოებისთვის, როგორც ჰოლანდია არის, ხო? და აი ესეც უნდა კარგად გვესმოდეს რა, იმიტომ რომ არ ვიცი შეიძლება მომზადებული ქონდა ეს კითხვა, მაგრამ როდესაც ვლაპარაკობ ჩინეთი თუ ევროპა, ხო? არ არის ეს და დავყავს დისკუსია იმაზე, რომ ჩინეთის ეკონომიკა იზრდება 5% და ევროკავშირის იზრდება 1.5%, და ამიტომ ჩინეთი ჯობია ევროპას, ეს არის პროპაგანდა, ეს არის თვალში ნაცრის შეყრა. იმიტომ რომ არ გესმის ევროპა, არ გესმის ჩინეთი და ცდილობ რომ ადამიანებს უბრალოდ ამ ერთი რიცხვით, აი როგორც ეკონომიკურ ზდაზე ცდილობს ქართული ოცნება დაგვაჯეროს, რომ ჩვენი ეკონომიკა რადგანაც გამოცხადდა, რომ იზრდება 8% ყველაფერი არის, მაგრად ისე არის, რომ თქვა, რომ ჩინეთი რომ 5%-ით იზრდება და ევროკავშირი 1% ნახევრად, ამიტომ ჩინეთთან უნდა ვიმეგობროთ. ხო, ნუ აი კიდე ალბათ რაზეც მანამდე ვისაუბრეთ, ეს სოციალური თანასწორობის თემაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და ძალიან ესეთი საქართველოს პირობებში ძალიან გზნობიარე და ესეთი თემა უნდა იყოს იქიდან გამომდინარე, რომ სხვაობა ძალიან დიდი არის და ჩვენ რეალურად ამ სიღარიბის შემცირება არის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა, ხო, ამ ქვეყანაში, როგორც ახსენე, რეალურად დიდად არ შეცვლილა ამ მხრივ სიტუაცია და დღესაც რამდენიმე ბოლო წელი არ შეცვლილა, ხო, როგორც ფარდობითი სიღარიბე არ იცვლება, აბსოლუტური იცვლება, იმიტომ რომ არჩევნების წინ და არჩევნებამდე ადრე მართველი პარტია ქვეყანაში რაღაცა სოციალურ ინოვაციებს დავარქმევთ, იგონებს, რომლითაც ჩემი აზრით საერთოდ სამუშაო ეთიკას და საქმისადმი დამოკიდებულებას მიწასთან ასწორებს ქვეყანაში, აი ეს დასაქმების პროგრამები რო ვახსენე, კი ამ თუ შენ, ანუ აქ როგორი საკითხია, ხო იცი? და აქაც ძალიან რთულია დღეს ამ დებატში აი ამ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა და ეს სიმართლის მაძიებელი ძალიან მიხარია რომ ქვია და ამიტომაც იმედია რაღაც ეტაპზე გამაჩუმებ, რომ შეგვიძლია საათობით ვილაპარაკოთ, რომ ძნელია და თუ შენ საქართველოში ყველა მოქალაქეს დაურიგებ 1000 ლარს ყოველ თვე, რა თქმა უნდა რაღაც დონეზე
რაღაცა დროით სიღარიბე შემცირდება ქვეყანაში. მაგრამ ეთიკა სამუშაო გაფუჭდება. რამდენი ისტორია გავიგე ხო მარტო ეს ისტორიები რომ მოუყვე შეიძლება 1 საათით წავიდეს ამ დასაქმების უფასო დასაქმების პროგრამა რო დაარქვეს და 300 ლარს უხდიან ადამიანებს და მიაწერეს რომ შენ რაღაცა უნდა გააკეთო, შენ რაღაცა უნდა გააკეთო, შენ რაღაცა უნდა გააკეთო მუნიციპალიტეტებში და არავინ არაფერს რო არ აკეთებს, აი ამან რა ცუდის და შავის საქმე გაუკეთა შეიძლება ამ ადამიანებს და მათ დამოკიდებულება შრომის მიმართ რა და კიდე მე მგონი ცალკე პრიზმა არის რომ ანუ პოლიტიკის ჩარევა ეკონომიკაში და ხო ანუ კიდე ხო ანუ ეკონომიკური მოდელი ერთია ხო და ეს პოლიტიკური მიზნებით გამოყენება და მისი რაღაც ეფექტი უარყოფითი ეკონომიკაზე კიდე სხვა ამბავია და მოგეთ არც ეგ გვაკლია, მოკლედ მაგის თქმა მინდა სამწუხაროდ. ევროკავშირის თემას რო დაუბრუნდეთ, არის ხოლმე ეგეთი სენტიმენტი კი არა, ეგეთი ნარატივი, რომ აი ევროკავშირს ჩვენ მაინც არაფერში არ ვჭირდებით, ანუ და რა თუნდა ევროკავშირი ჩვენაირი ქვეყანა და თითქოს შეიძლება კი არგუმენტები ყველაფერი იმისკენ არის, რომ ევროკავშირში ბევრად უკეთესია ჩინეთზეც მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი სწრაფად იზრდება, ჩინეთი საშუალოდ ჩინეთში მაცხოვრებელი ადამიანი ბევრად უფრო ღარიბია ვიდრე ევროკავშირის მოქალაქე, ასე ვთქვათ და მოკეთ ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით გასაგებია, რომ ევროკავშირში მაინც უკეთესია სოციალური თანასწორობას და ასე შემდეგ, მაგრამ იმათთან ჩვენ მაინც იმდენად შორს ვართ, რომ ის იმდენად დიდი და განვითარებული ბაზარია, რომ მოკეთ ჩვენ იქ მაინც ვერ მოხვდებით და იმათ ჩვენ არაფერში არ ვჭირდებით და ამიტომ ჯობია ისევ უფრო რეალისტურები ვიყოთ და რუსეთი და ჩინეთი რაღაცნაირად გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა წინ წავწიოთ და რაღაცა მეტი დოლარი შევქმნათ. ამას თუ შეიძლება რამე დაუპირისპიროთ, რატო გვაქვს თუ არა შანსი, რომ მოკეთ ჩვენაირმა პატარა ქვეყანამ რომელიც არც პატარა არის ევროპისთვის, იმიტომ რომ თქვით უკვე რომ ბელგია ჩინეთისთვის არის პატარა, თორე ბელგია, ჰოლანდია ჯამში არის საქართველოს ხელა. რა შეიძლება რომ შევთავაზოთ? რატო შეიძლება იყოს საინტერესო საქართველო? ხო, ესე იგი, პირველი რა, შეიძლება პატარა რომ ჯერა რომ ძალიან მაგარი ღვინო გვაქვს. არა, ჯერა კი არა, მე ჯერა მაგის კი. ანუ პირველი დავიწყოთ ლევან ჩემი აზრით, აი კრიტიკული არის, აი აქაც არის ხო ხვდებით რომ აი რაც არ უნდა ცდილობთ ხო აი რიცხვების საფუძველზე ვიმსჯელოთ, არგუმენტების საფუძველზე ვიმსჯელოთ, მაგრამ თვითონ ეს რაღაცა ეს ფრეიმინგს რო ეძახიან ხო არის საქართველოს როგორ თქვა რომ ისე ახორციელებს ხშირად პროპაგანდა რომელსაც აწარმოებს საქართველოში მართველი პარტია ქართული ოცნება რომ მე ახსნა გიწევს აი შენ კითხვაზეც აი მე ახლა რაღაცა იდულების წინაშე მაყენებ შენ ოღონდ შენ არის მიზანი ეს არ არის რომ ვიპოვო არგუმენტები რატო ვჭირდებით ევროპას ხო და ვთქვა რომ აი კი ვჭირდებით ახლა ამიტომაც მე აი ასე დროს ხო ვცდილობ სულ ცოტა შემოვაბრუნო რა ეს რა ამიტომ რომ ჩემი აზრით მაგრამ მართლა მჯერა ამის რა რომ ჩვენ გვჭირდება ანუ აბსოლუტურად ჩემი აზრით საქართველოს სახელმწიფო ინტერესისთვის არ უნდა იყოს კრიტიკული კითხვა რომ იპოვოს მიზეზები რომ რატო და თავის თავს უმტკიცოს მოქალაქემ ან მოქალაქეებმა აი ასეთ სტუდიაში რატომ ვჭირდებით ევროპას კი ვცადოთ ახლა ცოტა ხანი მაგრამ არა ჩემი აზრით ჩვენ უნდა დავწმუნდეთ და დავარწმუნოთ ერთმანეთი ან ვიპოვოთ არგუმენტები რომ ვჭირდება თუ არა ჩვენ ევროპა ჩვენ ვჭირდება თუ არა შეიძლება ესეც რაღაცნაირად პატარა ერის კომპლექსიდან მოდის ხო რომ მე რაღაცნაირად ვცდილობთ ვიღაცისთვის საჭიროები ვიყოთ რა მაგრამ ჩემი აზრით უკვე თუ გვინდა გავიზარდოთ და გავხდეთ დიდი ქვეყანა ზომით შეიძლება ვერ გავხდეთ დიდი ქვეყანა მაგრამ გავლენით მნიშვნელობით ხო უნდა ჩვენ რა გვჭირდება ჩვენ ჩემი აზრით დღეს ევროპა გვჭირდება 100%-ით იმიტომ რომ დღეს და აქაც ძალიან აქტიურად თამაშობს თავის ინსტრუმენტებით ოცნება რომ აქ აქცენტი ამ სუვერენიტეტზე იმაზე რა ქვია რომ არ დავმონდებით სხვის და იმიტომ რომ ამის წინააღმდეგ არის რა რომ დაგვარწმუნოს რომ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია რაღაც სხვა ვიდრე დღეს პირობითად რაღაცა ბლოკის წევრობა და მაშინ როდესაც საფრანგეთს ჭირდება ევროკავშირი გერმანიას ჭირდება ევროკავშირი ხო და ამ პოლონეთს ჭირდება ევროკავშირი იტალიას ჭირდება ევროკავშირი კითხვა იმაზე რომ ჭირდება თუ არა საქართველოს ევროკავშირი ეს არის აი ანეკდოტია ფაქტიურად თუ ამაზე სერიოზულად დავფიქრდებით როგორ არ ჭირდება ჩვენ ევროკავშირი როცა ვართ მის პერიფერიაში
ანუ მაინც არ ვართ ცენტრში, როდესაც ვართ გერმანიაზე პირობითად 20-ჯერ პატარა მოსახლეობით და ეკონომიკური ზომითაც ბევრად უფრო ჩამორჩენილი. ამიტომ არა, ამიტომაც არის რომ ეს ფრეიმინგს რო ამბობდი და რა ქვია პროპაგანდის ნარატივი მაგაზე არ აკეთებს აქცენტს და არ ამბობს რომ ჩვენ არა პრინციპში მაგასაც ამბობს რომ ჩვენ არ გვჭირდება ევროკავშირი ეგეც კი ისმის პრინციპში ხო მაგრამ უფრო არის რომ აი მათაც არ უნდათ ვართ ხო და აქ რა არის იცი ჩემი შეიძლება გადაუხრე მაპატიე მაგრამ აქ რა არის იცი რომ პროპაგანდა მაშინ მუშაობს, როცა ცოტა სიმართლეც არის რა. და ცოტა სიმართლე იმაში არის, რომ ევროკავშირი არ არის დღეს დარწმუნებული, მისი დიდი ნაწილი, მისი წევრების დიდი ნაწილი ჭირდება თუ არა საქართველოს. ესეც უნდა ვთქვათ რა. ჩვენ რომ ვამბობდეთ, რომ ანუ 1-0 და ის თამაში არ უნდა ვითავოს ჩავით ეთრი რა. ევროკავშირიც არ არის დღეს დარწმუნებული, რომ უნდა მოეცა თუ არა კანდიდატის სტატუსი შენთვის. დღეს კიდე მე ვფიქრობ შეიძლება რომ ჯობდა რომ საერთოდ არ მოეცა შენთვის სტატუსი. ამიტომაც მე მგონი იმ თამაში შესვლა არის შეცდომა. თამაში უნდა იყოს ჩვენთვის რომ ჩვენ რაში ჭირდებით ჩვენ რაში გვჭირდება ევროკავშირი და ჩემი აზრით ქართული ეკონომიკა მდგრადად რო განვითარდეს და თანასწორი რო იყოს უფრო ევროკავშირის გარეშე ეს ვერ მოხერხდება. იმიტომ რომ უბრალოდ არ არის სხვა ალტერნატივა რა, უბრალოდ კარგი ალტერნატივა, ანუ ოდნავ კარგი ალტერნატივა მაინც. და მეორე რასაც ასევე მინდა რა, მაპატიე ცოტა დავხტივარ თემებზე და შეიძლება ცოტა მოდერაცია გითულია, მაგრამ მეორე ჩინეთს რაც შეეხება, ხო, აქ საინტერესო შემდეგი მგონია რა, რომ ჩემი აზრით ჯერჯერობით ჩინეთს საერთოდ არ ვჭირდებით. და ამაზეც ამითაც სარგებლობს ამ შემთხვევაში ქართული ოცნება, რომ რეალურად ჩინეთისთვის შენ ჯერ არანაირ ინტერესს არ წარმოადგენ. დავაკვირდეთ ხო ჩინურ კაპიტალს საქართველოში, დავაკვირდეთ ჩინეთის სახელმწიფოს. ხშირ შემთხვევაში ის უფრო გამოდის, რა ქვია, ფულს აკეთებს საქართველოში პირობითად რაღაცა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროექტების იმპლემენტირებით, ვიდრე ფულდებს საქართველოში. აბა ნახოთ ერთი პირდაპირ უცხოური ინვესტიციები ჩინეთიდან და ნახავთ რომ შეიძლება 10 ათეულში არ შედის არც ერთ წელიწადს უკანასკნელ ათეულში. ამიტომაც მოდი ესე ვიტყოდი რომ ჩინეთს ჯერ აქ საერთოდ არ ჭირდებით და შეიძლება ისე ვთქვათ რომ ღმერთმა დაგვიფაროს ჩინეთმა ძალიან თუ დავჭირდით. იმიტომ რომ ჩინეთის გამოცდილება მე მგონია კიდე ერთ ვიტყვი სანამ ამას ვიტყვი რომ ჩინეთის გამოცდილება პარტნიორებთან გასაკუთრებით პატარა ქვეყნებთან იქ სადაც მას აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესი არის საკმაოდ ხისტი ხო მე მგონია და აქვე ვიტყვი რა რომ მე მგონია რომ ჩინეთთან უნდა ვიმეგობროთ მე მგონია რომ ჩინეთთან უნდა გქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები მე მგონია რომ თვითონ ეს დიქოტომიის შექმნა ხო რომ აი ჩინეთი თუ ევროპა აბსოლუტურად და იგივე ჩინეთი თუ ამერიკა და თუ ჩვენ ამერიკისკენ ვართ ჩვენ ჩინეთისკენ არ უნდა ვიყოთ და ასე შემდეგ ეს არის აბსოლუტურად კაი გაგებით სისულელე ზუდი გაგებით არ ვიცი რა დავარქვა ქვეყნისთვის ჩვენი ზომის ქვეყნისთვის მაგრამ ამავდროულად უნდა ვიცოდეთ ჩინეთის გამოცდილება ჩინეთის გამოცდილება პირობითად ავიღოთ ტაჯიკეთი ავიღოთ ხო ან ავიღოთ ცენტრალური აზიის რომელიც სხვა ქვეყანა ან ავიღოთ მისი პოლიტიკა აზიაში ან ავიღოთ მისი პოლიტიკა აფრიკაში როდესაც ჩინეთმა უკვე მართლა დაინახა საჭიროება ეკონომიკურად და პოლიტიკურად გააქტიურებულიყო რაღაც რეგიონში ან ქვეყანაში და მერე უკვე რა გამოცდილება ცნობილია რომ ჩინეთი არის საკმაოდ ხისტი მომლაპარაკებელი და მინიმუმ იმის მტკიცება შეგვიძლია რომ ევროკავშირზე ბევრად უფრო ძიმე საპარტნიორო ქვეყანა და ნუ რითი სარგებლობს დღეს ქართული ოცნება საქართველოში რომ ჩვენ მხოლოდ ვიცით რაღაცეები ევროკავშირზე და ჩვენ არაფერი არ ვიცით ჩინეთზე და ღმერთმა დაგვიფაროს ჩინეთი დაინტერესდეს რომ ვამბობ მართლა თუ დაინტერესდა ჩინეთი საქართველოსი ეს რამდენად საქართველოს სუვერენიტეტს გაზდის მე არ ვარ დარწმუნებული რა იმიტომ რომ ჩინეთი არ არის ორიენტირებული რა ის სტრატეგიული ხელშეკრულება რომელიც გავაფორმეთ ჩინეთთან უკვე იყო ამის კარგი ნიშანი იქ იყო მხოლოდ ჩინური ნარატივი და ჩინური სახელმწიფო ინტერესები გატარებული და აბსოლუტურად უგულებელყოფილი საქართველოს და ეს აჩვენებს საერთოდ ხო რომ ჩინეთს აინტერესებს ჩინეთი
ხო. ჩინეთს საერთოდ არ აინტერესებს საქართველოს და მასში უთანასწორობა როგორ აინტერესებს ხო წარმოგიდგენთ. ხო და ხშირად ვიმეორებთ, მაგრამ ანუ ევროკავშირი ბევრად უფრო სამართლიანი მოთამაშე რომ არის ხა მაგაზე. იცი რა არის, რომელი დისკუსიაა ლევან, იცი რა აი რაღაცა ისე მალტის გამო ევროკავშირი ვეღებს გადაწყვეტილებას. მეც ხანდახან ვფიქრობ რა გულწრფელად ვითქვა ახლა საჯაროდ რომ ამბობ რომ ახლა თუ კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მალტამ როგორ უნდა დაბლოკოს ევროკავშირის გადაწყვეტილება. მაგრამ ევროკავშირი ეს არის. როცა მალტას შეუძლია ევროკავშირის ყველა ქვეყანას მიერ შეთანხმებულ რაღაც საკითხზე ვეტო დაადოს და ვერ გადაწყვიტოს და ერთი ხევს სისუსტე მეორე ხევს სიძლიერეც ეგ არის. სიძლიერეც არის და ხე როგორ წარმოგიდგენიათ მაყურებელ მსმენელს ვინმეს ამ ქვეყანაში რომ ჩინეთი და საქართველო მაგიდაზე რომ დაჯდება ჩვენი ინტერესი იქნება გათვალისწინებული. მე ამის არ მჯერა და ვინც ამის ჯერა ის არის სულელი ჩემი აზრით და ვინც აჯერებს სხვა სადამაზე ის არის მანიპულატორი ჩემი აზრით რა. გასაგებია. და კითხვას გავეკეც შეკითხვას, მაგრამ დაუბრუნდები რა, რატო ვჭირდებით ევროპას? ანუ რა შანსი შეიძლება გქონდეს რა შეიძლება ჩემ პირად ასგეთყვი რა და მე ამაზე აი საუბრებიც მქონია სხვადასხვა ქვეყნებში ევროკავშირის რა. მე მგონია რომ ისეთ ჯერა რა და მაგალითად იგივე აი ახაც პრეისტორიით დავიწყებ რა და ლევან შენს როგორც ვიცი გამოცდილება გაქვს და დასავლეთ ბალკანეთში საქმიანობის რა და ამიტომ დამიდასტურიან უარყავი რომ იქ არის ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ იმ კონტექსტში რომ ძალიან დიდი ხანი არიან ეს კანდიდატი ქვეყნები და ვერ გაუგიათ საითმიდის ეს მატარებელი რა გახდებიან ჩვენ ახლა ახალი წევრები ვარ და ისინი უკვე მრავალი წელი არის პირობითად მონტენეგროთი რომ დავიწყოთ და გავაგრძელოთ სერბეთის კი კანდიდატი არის და არის უკმაყოფილება რა და რაცა ვლაპარაკობთ ევროკავშირში რაში ვჭირდებით ჩემი რატო გადავედი ახლა დასავლეთ ბალკანეთზე მე არ მგონია რომ არ უნდა თქვათ რომ მარტო ჭირდება საქართველო ან ჭირდება ჩრდილოეთ მაკედონია რა მე მჯერა რომ ევროპა სჭირდება ამ ქვეყნების აი ამ 7 კანდიდატი ქვეყნის აღმოსავლეთ 7 ამ გონი დასავლეთ ბალკანეთში და აღმოსავლეთ სამეზობლოში ყველა ჭირდება გაფართოებისთვის. იმიტომ რომ სამყარო როგორც ჩანს ისევ იყოფა ბლოკებად და კი ბატონო შეიძლება რაოდენობრივად და ეკონომიკური ზომის კუთხით ამ 7 ქვეყნის დამატებას უკრაინას თუ გამოვაგდებთ რომ უკრაინას ზომითაც ძალიან დიდია ხო? დიდად ევროპა არ გაამდიდროს ან კარგა რაღაცა გახადოს ბევრად უფრო სუპერ ეკონომიკის რაღაცა ახალ საფეხურზე გადაიყვანოს მაგრამ ამ სამყაროში როგორც ვითარდება და რა პოლიტიკასაც ატარებს ჩინეთი რა პოლიტიკასაც ატარებს ამერიკის ერთებული შტატები ევროკავშირი უნდა გაიზარდოს გამდიდრდეს გაფართოვდეს და შესაბამისად საზღვრებიც უნდა გაიზარდოს მისი და ეკონომიკის ზომაც უნდა გაიზარდოს მისი და აქედან გამომდინარე მას ჩემი აზრით ჭირდება საქართველოს მოლდოვაც სომხეთიც, უკრაინაც და ასე შემდეგ. კიდე ამაზე დაიწყო კიდევაც ევროკავშირში საუბარი და ამიტომ ხშირად ვამბობთ ხოლმე რომ ეს არის რაღაც შესაძლებლობის პანჯარა საქართველოსთვის რომ რაღაცნაირად იქნება მოვახერხოთ ეს მრავალწლიანი მოკლედ ბიზნეს ასრულება. რაც შეეხება თვითონ იმას ლევან უკაცრავად გავაგრძელე თვითონ ეკონომიკას რაც შეეხება ხო? აქაც მე მგონია და მჯერა ხო რომ საქართველოს ეკონომიკამ ბოლო 30 წელი ის ტრანსფორმაციული პროცესები რაც განიცადა რაღაც დონეზე მივედით ხო ავად თუ კარგად მივედით და შესაბამისად ჩვენ გვაქვს რესურსი ტექნოლოგიურად ავიღებ მაგალითად ქართულ საბანკო სექტორს მე არ მგონია რომ ქართული საბანკო სექტორი ჩამორჩება მაგალითად აი რომ არ ვიცი შეურაცხყოფა არ მინდა მივაყო რომელი ქვეყანა მაგრამ ბულგარეთის საბანკო სექტორი უფრო განვითარებულია ვიდრე ქართული აი გულწრფელად რომ მკითხო ვიტყო რომ მე მგონია საქართველოს უფრო განვითარებულია ან ავიღოთ რა ვიცი ტურისტული ინფრასტრუქტურის რაღაც ნაწილი ხო იქნება მოკეთ რაღაცა სექტორები და შანსი არ იგივე ღვინო ნუ ის დაუსრულებელი თემაა მაგრამ ჩვენი
გამოწვევა რაც არის ლევან და შეიძლება თუ გაინტერესებს ამ თემაზეც ვისაუბროთ არის რომ ამ ეტაპზე მაინც ვრჩებით ჯერჯერობით ესე ვთქვათ რაღაცა ნედლი სერვისებისა ნედლი პროდუქტების მიმწოდებელი სოფლიოსთვის ევროკავშირი უნდა დაგვეხმაროს რომ უკვე დამატებით იღირებულება შევქმნათ და ამ დიდ ბლოკში ამის შანსი გვეძლევა ამ დახურული შიდა ბაზრით და ესეც სუვერენულად მარტო როგორც ყო ამის შანსი არ გვაქვს რა და ესაა ჩემი აზრით მთავარი პრობლემა ეკონომიკაში. ბოლოსკენ რო წავიდეთ, არ ვიცი, მინდა ხოლმე რომ ბოლოს რაღაცა ძირითადად სულ გამოწვევებზე ვართ ხოლმე ფოკუსირებული და რამე პოზიტიური ხო არ შეგვიძლია რომ ასევე ვთქვათ სანამ ესე ძალიან ნეგატიურ და ესეთ პესიმისტურ ნოტაზე რო არ დავასრულოთ, რის იმედი შეიძლება რომ გქონდეს. რამე თუ გიქმნის პოზიტიურ მოლოდინს მომავალში თუნდაც არ ვიცი ეკონომიკური განვითარების კუთხით ეს ზრდა რაც გქონდა მაინც ზრდა არის ხო და გაქვს მის მოლოდინი რომ შეიძლება ეს ზრდა შენარჩუნდეს რა რისი მოლოდინი გაქვს ანუ მე გულწრფელად ბევრი რაღაცა პოზიტიურ მოლოდინსაც მიქმნის და ჩამოვთვლი დავიწყებ შეიძლება ეკონომიკური და მე გავხსნები რა პირველ რიგში ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ ინგლისურად არის რაღაცა vibrant ქართულად არის ცოცხალი თუ სწორი თარგმანია ეკონომიკა მაინც რა დინამიური რა იმიტომ რომ აი რა გვაქვს ხო აი ამაზეც თუ გვაქვს რამდენიმე წუთი ხო აი გვაქვს მაგალითად საბანკო სექტორი რომელიც არ არის სახელმწიფოზე მიბმული ხო ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის რამოდენიმე ქვეყანაშიც არსებობს სახელმწიფო ბანკი, სახელმწიფო რაღაცა, სახელმწიფო ასე ვთქვათ, საფინანსო პოლიტიკაში აქტიურად ერთვება, ხო? პირდაპირ ერთვება რა. ხო. და ამან რა უზრუნველყო, რომ უზრუნველყო, რომ კერძო სექტორიც, მცირე, საშუალო, მსხვილე ზომის, ხო? განსაკუთრებით მცირე და საშუალო, ხო? რაღაცა კონკურენტულ გარემოდან გამომდინარე უფრო ცოცხალია. ამას დაემატა ის, რომ მაგალითად არ გვაქვს მსხვილი ზომის კორუფცია მცირე და საშუალო ბიზნესში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ბიზნესი დღეს არის ძალიან კონკურენტული. ხო? შეიძლება იქ ბევრი სხვა გამოწვევა იყოს, მაგრამ არის კონკურენტული რა, მაგალითად აი ნებისმიერი რაღაცა ყოფით დონეზე ჩვენ თუ ვყიდულობთ რაღაცა ასე რა ვქვი, ტექნიკას თუ ყიდულობთ რაღაცა სურსაც, აი რო ვყურებთ. ხო ხედავთ, რომ აი შემოთავაზება არის ძალიან ბევრი რა და ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ჩვენთან არის კონკურენტული გარემო. ხო? ბიზნესებს შორის. ხანდახან ზედმეტად კონკურენტულია, შეიძლება ეს სხვა პრობლემა იყოს, მაგრამ არის კონკურენტული. ასევე გვაქვს ის, რომ ჩვენ მივეჩვიეთ ყოფილიყავით ღია ეკონომიკა. ხო? რაც ასევე ამ კონკურენციაში უფრო მოქნილებს ხდის რა. ჩვენ არ ვართ დახურული აი მთელი მსოფლიო ტარიფებზე ლაპარაკობს, ხო? და რაღაცნაირად ტარიფების ომებზე და რაღაცნაირად ბევრ საქართველოში რო კითხულობ, ანუ ვერ გეტყვის რაშია საქმე საერთოდ. რა ტარიფებზეა საუბარი. ხო? და ეს კარგია, ხო? ანუ ჩვენი ეკონომიკა არის ხელოვნური, რა არის ტარიფი, ხო? ხელოვნური ბარიერია, რომ არ და შენ გააძლიერო შენი შიდა ბიზნესი, რომ უცხოელმა არ ასე ვთქვათ, გააჯობოს თავისი, მათ შორის ეს არის მიზანი, ხო? გააჯობოს, ხო? ჩვენთვის უცხოა ეს დისკუსია, რატომ? იმიტომ რომ ღია ეკონომიკა ვიყავით, ხო? ჩვენთან შორის ცუდი ისაა, რომ ამის ნიშნები ცოტა იკარგება რა, რაღაც ანტიდემპინგის კანონია, რაღაც ტარიფების შემოღება დაიწყო ბოლო პერიოდში. სხვა დისკუსიაში. მაგრამ გვაქვს, ხო, შევეჩვით რა. დავამატებდი იმას, რომ შეიქმნა რაღაცა ბიზნეს ჯგუფები, რომლებიც რაღაცნაირად ცდილობენ გლობალური მოთამაშეები გახდნენ, ხო? და აქედან გამომდინარე რაღაცნაირად გავიდნენ ცენტრალურ აზიაში, ქართული კომპანიები გავიდნენ სამხრეთ კავკასიაში, ხო? რა ვიცი, მაინც ყველა მიცის, მაგრამ ახლა TBC ჯგუფი უზბეკეთში ძალიან აქტიურობს, ხო? ბიოჯი ჯგუფმა სომხეთში ბანკი შეიძინა. ვითომ არაფერი, ხო? მაგრამ ესეც რაღაცნაირად ნიშნავს იმას, რომ რაღაცნაირად წინსვლა არის, ხო? დიდი მოთამაშეები მაინც ფიქრობენ ექსპანსიაზე. ამავდროულად რაღაცნაირად ეს ექსპორტის წახალისება იყო ყოველთვის პრიორიტეტი და დღესაც რაღაცნაირად მინიმუმ მაინდსეტი
საქართველოში ბიზნესის არის რომ ხომ არ გავიდე უცხოეთში. ხო, ეს არის ურთულესი, რა თქმა უნდა, ეს ძველი ტრადიციული ფიქრი, რომ აი რუსეთში ხო შემილია შევიტანო და იქ ვიღაცასთან შევათანხმო, საზღვარზე გადატანა და ასე შემდეგ. ისევ არის, მაგრამ ამას გაუჩნდა რაღაც საპირწონე. ხო, არ არის მარტო ეს და მარტო ასე. ხო? შესაბამისად, ჩემი აზრით, თუ ჩვენ რამე ამ გლობალურ განუსაზღვრელობაში და გაურკვევლობაში და ამ პოლიტიკურ გაურკვევლობაში რაც თავს გვაქვს. ამ ქვეყანას რაღაც დონეზე იმას შვება რა არ ჩაიძიროს. არჩუნებს ეს არის აი ეს დინამიურობა განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის და კონკურენცია, რომელიც ამ დინამიურობას უზრუნველყოფს და ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ჯერ კიდევ და იმედი მაქვს, ასე იქნება, ჯერ კიდევ თუ შენ ხარ მოქნილი, თუ შენ ხარ მონდომებული ინიციატივიანი, ამ ქვეყანას შეგიძლია ფული გააკეთო. და შესაბამისად და არის ინიციატივები და არის საბანკო სექტორი, რომელიც თუ ფულს აკეთებ, გააგზავნებს შენ დაფინანსებას, თუ არ აკეთებ, არა. ეს არის დღეს და ჩემი აზრით ეს იმეც იძლევა. ოღონდ აკვე ვიტყვი, რომ ეს არ არის მუდმივა. ეს ვერ იქნება რომ სულ ესე იქნება და რადგან ვხედავ და რაც მე მაწუხებს ყველაზე მეტად არის ის რომ მე ნიშნებს ვხედავ რომ პოლიტიკური კონტექსტი და პოლიტიკური გარემო და მისი ჩაკეტვა და დემოკრატიული რა ვიცი რა უკუსვლა ამასაც შეეხება რაღაც მომენტში ხო და ეს არის პირადად ჩემთვის წუხილი საგანი მეორე რაც შეეხება გარე მიზეზებს ხო უპირველეს ყოვლისა შენც ახსენე რა რომ ეს ევროკავშირის წევრობაზე ჩვენ 5 წლის წინ რო გვესაუბრა მე და შენ აუქ აი რა science fiction-ი იქნებოდა ხო და ეს გახდა რეალობა ანუ რეალობა არის ის რომ დღეს ის რაღაც მიმართულება რა მიმართულებითაც შეიძლება ქვეყანა განვითარდეს ეს არის ევროპული დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა და რაღაცა სოციალური თანასწორობა ეს რეალურია ამიტომაც ესეც მაძლევს იმედს და იმიტომ რომ ეს არისო რეალური 5 წლის წინ და მესამე რაც ასევე იმედს მაძლევს ლევან ეს არის ის რომ რაც არ უნდა ზოგი იმედგაცრუების გამო ზოგი მიზანმასახულად ამ პროცესის რაღაცნაირად მარგინალიზების გამო ცდელობის გამო ამაზე არ ამაყავლებს ყურადღებას მაგრამ საქართველოში არის კრიტიკული რაოდენობა ადამიანების რომელიც ხედავს ქვეყანას დემოკრატიულ კონკურენტულ თავისუფალ სახელმწიფოდ და იცავს ამ ფასეულობებს და ეს მაძლევს იმედს ხო იმიტომ რომ როდესაც ხედავთ რომ სხვადასხვა ინტენსივობით ქვეყანაში მოსახლეობა აპროტესტებს 250 დღე უკვე ზედიზედ იმას რომ რეალურად რომ დავფიქრე აღარ გვახსოვს რას რითი დაიწყო ეს ყველაფერი რომ იმ მომენტში პრემიერ-მინისტრი საქართველოსმა თქვა რომ ჩვენ აღარ გვინდა ევროკავშირის წევრობა 28 წლამდე ხო და აი ეს დაიწყო ამაზე პროტესტით და დღეს გრძელდება და გავიდა თითქმის 1 წელიწადი ეს მაძლევს მე იმედს იმის რომ ამ ქვეყანას უნდა იყოს მდიდარი მოსახლეობას მაგრამ სიმდიდრესთან ერთად მას უნდა იყოს თავისუფალი და მას უნდა იყოს დემოკრატიული და შესაბამისად თუ დავაკვირდებით რა ეს მთელი კონტრნარატივი ასე ვიტყოდი რომელსაც პარტიული ოცნება იყენებს ამ პროცესის პარალელურად არის რომ თქვენ შეგიძლიათ იყოთ უფრო მდიდრები ოღონდ ჩინური მოდერნიზაციის გზას თუ შეუდგებით და რაღაცნაირად პირიბად გვეუბნება რომ უფრო მეტი სიმდიდრის ფასი შეიძლება იყოს მეტი დამოუკიდებლობის და თავისუფლების დათმობა ოღონდ ამას უფრო შეპარვით აკეთებს რა და ის რომ ჩვენ მინიმუმ რაღაც ნაწილს აქტიური მოსახლეობის ურჩევნია იყოს დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოება ვიდრე მოდერნიზებული ოღონდ და არათავისუფალი და არადემოკრატიული მაძლევს იმედს ხო თუმცა ესეც არ არის ხო ანუ ევროკავშირში ორივე არის ანუ უფრო მეტი განვითარებაც არის და უფრო მეტი თავისუფლებაც არის და იქით არის უფრო ნაკლები განვითარება და უფრო ნაკლები თავისუფლებაც.
კი, ანუ ნაკლები თანასწორობა და ანუ რეალურად პლუსი თითქმის არ არის. ხო, ანუ იგი მესმის გეთახმები იმაშიც, რომ ანუ იმას არ ნიშნავს, რომ ჩინეთთან არ უნდა ვიურთიერთოთ და ეკონომიკური ურთიერთობა არ უნდა გქონდეს, უბრალოდ ის რომ ის არ არის ევროკავშირის თანასწორი ალტერნატივა, მე მგონი ძალიან ცხადი არის, თუნდაც ამ ჩვენი საუბრიდან გამომდინარე. აბსოლუტურად ლევან კი ბატონო გეთახმები რა იმიტომ რომ ეს კონტრანატივის მე რაზე დადის რა რომ ჩინეთი იზრდება 5% და ევროკავშირი 2% და იქ ამას რითაც დავიწყეთ ხო მაგ მინდოდა მეთქვა რომ ეგეც კი არის არა მანიპულირებული მონაცემი ასე მომავალშიც არ ვიცით რა იქნება ხო ხა სამყარო ძალიან საინტერესო მასში არის შესული და იქ რა ქვია ამერიკაზე საერთოდ არ გვისაუბრია და რეალურად რა შედეგები მოყვება ამ ტრამპის პოლიტიკას, მათ შორის ეკონომიკურ პოლიტიკას და ამ ტარიფებს და ასე შემდეგ, ეგ კიდე უნდა გამოჩნდეს ხვალდაზე. მოკეთ, რა ვიცი, დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის და იმედი მაქვს მსმენელისთვისაც და გისურვებ წარმატებებს, ამ ქვეყანასაც უსურვოთ წარმატებები. მადლობა ლევან. აბა შეხვედრამდე.